ფრაზებს ვიტყვი დაუსრულებლად. თუ რაღაცა ტიმდება გონებაში თავისი ამ შემთხვევაში ეს რამე ჩაიწერეთ რაც ამოწმული. ფორმერ დიმდივდება ძალიან მომგონე გააკეთო. მე ვერაფერს ვერ მივაქცევ წარმატებას პროფესიაში თან ვერ დამახოციერებ ჩვენთვის სასურველ ცვლილებებს იმიტომ რომ ამიტომ დაამცირე. შემდეგ მე ყოველთვის მექნება პროფესიულ ცხოვრებაში, პროფესიულ სფეროში ის პრობლემები, რომელსაც ეხლა ვაცდები. ანუ ყოველთვის აიხლა ცეკვავა ისე ვიქნები. იმიტომ რომ თუ რაღაც ამოვიგდა, შემდეგ მესამე ჩემთვის რთული იქნება პროფესიულ ცხოვრებაში სასურველი ცვლილებების კონკრეტიზება, იმიტომ რომ თქვენი კარიერული ზრდა არის შესაძლებელი მხოლოდ რაღაცა მნიშვნელოვანის დათმობის ფასად იმედად. ჩვენთვის შესაძლებელია კარიერული საფრთხება მხოლოდ დროებით. იმიტომ რომ შემდეგ სინამდვილეში თქვენთვის ამაით მნიშვნელოვანი კარიერული ზრდა როდესაც მივახცევ წარმატებას კარიერაში, ყოველგვარი შემდგომი წინსვლის აზრს დავკარგავ. იმიტომ რომ მე ყველაფერს მივახციე და ბიზნესი აღარ აქვს. მე ყველაფერი რაც ამოტივებდა და ჩაწერეთ, ეს არის ის საზღვაო ვირუსები, რომლებიც არ გაძლევს საშუალებას რომ გარე სამყაროში დაინახოთ მეტი პოზიტიური შესაძლებლობა რაჟურიზმისთვის და საკუთარ თავში დაინახოთ მეტი უნარიანობა. შესაბამისად, ეს ის არის, რაც უნდა შეიცვალო. როგორ შევიცვალოთ ეს ამბები? about fitness. დაუშვათ რომ ეს არის სინამდვილე და ეს არის რეალობა. ამ შემთხვევაში ესეთი აზროვნება რაში გზნობთ? რაში შეგეშკითხავთ? თუ ეს იდეა შეშმარდებას წარმოადგენს. კაცობრიობის პრობლემა იმაშია, რომ ადამიანს ჯერა ხოლმე. Das ძალიან დაკურაა. თუ ჯერა ან კარიერა, ან ბავშვები, ამ შემთხვევაში რაში ვიზრუნდება? რაში მექნება კარიერა? პირველი, სწორად გადაჯერებს შინაგანი მდგომარეობა სულ მექნება შეხოთი. რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში, როგორ შეცვალოთ? ამ შემთხვევაში გიჟდება ზენაცაყენა, რომ ჩემთვის ორივე შესაძლებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თქვენ ეხლა ამის კარგია. იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ შევაცდებ ჩვენს პირის აი ამას, ჩვენი თვითცნობიერი დაიწყებს შინაგან გადაწყვეტას ისეთნაირად, რომ ჩვენ ეს გამოვივიდეს. ძალიან მარტივია ის დაჯერება სხვა ადამიანების ცხოვრებაში ხდება ესე, ჩვენ მარჩენს სიტუაციას უспанеერას ახალ. ამ შემთხვევაში გიჟდება ამ იდეის შეცვლა.